Პლასტიკის ბოთლების გამოყენების აკრძალვა გადავადდა. გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მთავრობა ბიზნესთან დიალოგს გააგრძელებს. მაკოლ ორთქიფანიძე ამბობს. ახალი რეგულაციების შესაძლო ნეგატიური ეფექტები დადგენილია. ახლა მთავრობა ბიზნესს გონივრულ ვადას აძლევს იმისათვის, რომ პლასტმასის გამოყენება ეტაპობრივად შემცირდეს. საქმე ეხება პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვის დროებით შეჩერებას. ხელისუფლებამ კერძო სექტორის ინტერესები გაითვალისწინა. კონსულტაციების შედეგად შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც პლასტიკის წარმოების რეგულირებისა და შემადგენლობის ახალ კრიტერიუმებს დაადგენს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესთან დაკავშირებული გვერდითი ფაქტორები, მათ შორის არის ბიზნესის სუბიექტური ინტერესები, ასევე კონკრეტული რეგულაციების შესაძლო გავლენა სამოხმარებლო ფასებზე. ბიზნეს სექტორთან ჰქონდა აქტიური კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით 2031 წლის 1 თებერვალამდე. ბიზნესი საქართველოში არის გამორჩეულად მაღალი პასუხისმგებლობით გარემოსთან და ჯანმრთელობასთან მიმართებით. ზუსტად ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რომ თვითონ გადაწყვეტილებასთან მიმართებით იყო აბსოლუტურად ერთსულოვანი, ითხოვეს დრო ამასთან მიმართებით, კონკრეტული მექანიზმების და ინსტრუმენტების შემუშავებაც, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული. ბიზნესისა და მთავრობის დიალოგი გაგრძელდება. აუცილებელია პლასტიკის როგორც სერიოზული პრობლემის ერთმთლიან ჭრილში განხილვა და ერთიანი მიდგომის შემუშავება. კერძო სექტორი ალტერნატიული წინადადებების გასაზიარებლად მზად არის. ერთის მხრივ კომპანიებს ექნება შესაძლებლობა თავიანთი ბიზნეს ოპერაციები ამ ვადებში შესაძლებლობის შესაბამისად გადააწყონ, რომ ეს არ იყოს საბოლოო ტვირთი მომხმარებლისთვის. მეორეს მხრივ ერთად უნდა ვიმუშაოთ ზოგადად პლასტიკის მოგვარებაზე. 4 წლიანი პერიოდი ინდუსტრიისთვის დიდი შეღავათი იქნება. კომპანიების წარმომადგენლები მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმებიან და ამბობენ, რომ ამ ხნის განმავლობაში ბიზნესი სიახლეებთან ადაპტირდება და აპრობირებულ სქემებზე იმუშავებს. ჩვენ საკმარისით რო გვექნება იმისათვის, რომ ინდუსტრიამ ალტერნატიული წინადადებები დაამუშავოს და უკვე სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ და ის ალტერნატიული წინადადება, რაც ჩვენ შემთხვევაში მიგვაჩნია, რომ ყველაზე საუკეთესოა, ეს არის წარმოების გაფართოებული ვალდებულების ამოქმედება შესაფუთი ნარჩენებისთვის. დღევანდელი გადაწყვეტილება არის ძალიან კარგი იმისათვის, რომ ჩვენ მოვემზადოთ, თქვათ, მომავლისთვის. პლასტიკის გამოყენების მავნე ზეგავლენაზე ყველა თანხმდება, თუმცა ახალი რეგულაციების ამოქმედებას რიგი მიზეზების გამო არ იზიარებდა ხალხის ძალა. დღეს პარტიაში პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება შეაფასეს. ითქვა, რომ ახალი წინადადება ქვეყნის ეკონომიკას შოკური ეფექტების რისკებს თავიდან აარიდებს. ეს ნიშნავს იმას, რომ პროდუქცია არ გაუძვირდება და არ დააწვება ტვირთად საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე მოქალაქეებს. ეს იქნება საშეხავათო ასევე ბიზნესისთვის, წარმოებლისთვის, დისტრიბუტორებისათვის და ეს იქნება, რა თქმა უნდა, კარგი საშუალება იმისა, რომ ქართული ეკონომიკა არ მიიღებს შოკურ ეფექტს. პლასტიკის აკრძალვის რეფორმა როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია. სახელმწიფოს პოლიტიკაც ამ უმთავრეს პრინციპებს პასუხობს. შესაბამისად, ხელისუფლება საბოლოო მიზნის შესასრულებლად ყველა მხარის ინტერესის გათვალისწინებით კვლავ აქტიურად იმუშავებს.